მოგესალმებით. რა ვიცი, ორ რამე შეიძლება ველოდოთ, ხო? ერთი კიდევ რაღაცის თქმას ოპოზიციაზე ან წინააღმდეგობაზე და მეორე ის რომ გრძელდება მათ შიგნით შიდა ომი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა. სხვა რა ვიცი ახლა რაღაცა ახალ და საინტერესო რეფორმას ეგენი არ მოიფიქრებენ და პროკურატურა პარტიული გავლენისგან უნდა გავათავისუფლოთ, მაგას არ იტყვიან და ან ერთი იქნება, ან მეორე დაველოდოთ და ვნახოთ რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი არის ჩემი აზრით თავარი და ფაქტი, რომ უკვე თვითონაც აღიარებს ეს ხალხი, თვითონ ქართული ოცნების ოფიციალური პირები, რომ ეს პარტია არის თავიდან ბოლომდე კორუმპირებული. ანუ რა თქმა უნდა, ახლა არავის ალბათ ყველაზე გულმხურვალე ოცნების მხარდამჭერებსაც კი არ ჯერავთ, რომ ეს კორუფცია ახლა აღმოაჩინა ვიღაცა. პრემიერ-მინისტრი თუ კორუმპირებული იყო წლების განმავლობაში, მაშინ კორუმპირებული გამოდის პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელსაც უნდა ეკონტროლებინა ხელისუფლება. მაშინ კორუმპირებული გამოდის ყველა, ვინც გვერდით გაიხედა, თვალი დახუჭა და სათანადოდ არ იმოქმედა. ეს არანაირი კორუფციასთან ბრძოლა არ არის, რაც ახლა ხდება, ეს არის აი რაღაცა ცოტა განსხვავებული მეთოდებით, მაგრამ ჩვეულებრივი ბანდიტური გარჩევა. ძალაუფლების განაწილება, ფულის განაწილება, ატანა-ჩატანა, ამებზე სირბილი, იმის დაჭერა, იმის დაკავება, ამის შანტაჟი და ამას არაფერი სამწუხაროდ სახელმწიფოსთან არანაირი კავშირი არ აქვს. ლევან, კი ბატონო, გისმენდით ყურადღებით, ასევე მინდა დაგისვათ კითხვა ერთ საკითხზე, რომელიც ეხება ვიზა ლიბერალიზაციის თემას. ჩვენ ვნახეთ უახლესი ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რომელიც ამბობს, რომ დიპლომატებმა უკვე მწვანე შუქი აუნთეს გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს და კონკრეტულ თარიღებზეც არის საუბარი. 17-ში ოფიციალურად დამტკიცება ამ შეთანხმების, 26-ში ხელმოწერის ცერემონია, დეკემბერში შეთანხმების ძალაში შესვლა და ეს ასევე შეიძლება იყოს გამოყენებულიო მალე საქართველოს პასპორტის მფლობელთა გარკვეული კატეგორიის მიმართ. აი რისი მთქმელია თქვენთვის ეს კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი? ეს ინფორმაცია იმის თქმელია პრინციპში, რასაც ჩვენ აქამდე სულ საუბრობდით, რომ ქართულმა ოცნებამ წარედ მოატყუა საკუთარი წევრები და საკუთარი მხარდამჭერები. გასული წლის ნოემბერშიც კი, ოქტომბერშიც კი ის პირდებოდა თავის ამომრჩეველს, რომ ღირსებით ევროპისკენ წაიყვანდა და მე ნოემბერში შეწყვიტა მოლაპარაკებები და ნაცვლად იმისა, რომ რაღაც ნაბიჯები გადაედგა ამ ქვეყნის სწრაფი განვითარებისკენ, ამ ქვეყანაში მართლა მშვიდობის დაცვისკენ, უსაფრთხოების გაძლიერებისკენ ევროკავშირში გაწევრებით ამ ჩვენი ქვეყნის, მან ყველაფერი პირიქით გააკეთა. გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა არის ქართული ოცნების ოფისში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, იქ ძალიან ნათლად ეწერა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამას თავის თავზე იბრალებდა ხოლმე, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვანიჭებთ ქართველ ხალხს და ველით, რომ ქართული ოცნება გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ საქართველოსთვის და ნაცვლად იმისა, რომ აი ეს ქართველი ხალხის უფლება კიდევ უფრო განემტკიცებინა და განევითარებინა ქართულ ოცნებას, მან გააკეთა სრულიად პირიქით. თქვა, რომ აი რაღაცა ჩემ ხუშტურებს თუ არ აყვებით, ბიძინა ივანიშვილს ფულს თუ არ მისცემთ, მაშინ ჩვენ სახელმწიფოს გავანადგურებთ დემოკრატიას და ამას აკეთებს და ამის შედეგია ის, რაც ახლა ხდება, იმიტომ რომ ამიცი რომ შევადაროთ ოჯახურ ურთიერთობებს და მეგობრობას, ხო? მეგობარს ოჯახში შემოუშვებ ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ანუ ვიზის გარეშე. მაგრამ თუ კი ის ადამიანი შენ მტერს გეძახის და გაბრალებს, რომ მისი სახლის გაძარცვა გინდა, მისი სახლის პერი ხარ, გარყונה გინდა ოჯახის და ასე შემდეგ, მაშინ ბუნებრივია, რომ იქ აღარ მიგესულება და ეს სამწუხარო ვითარება შექმნა ქართულმა ოცნებამ და პასუხისმგებლობას ისინი შეეცდებიან ეხლა რომ დაიწყონ ეს ახალი სალაპარაკო, მოიგონეს რაღაცა ევრობიუროკრატები და ასე შემდეგ, ან ოპოზიცია, ან ვიღაც, მაგრამ სინამდვილეში ყველა მიცის, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებმაც თუ გულწრფელები იქნებიან საკუთარ თავთან, რომ ეს საქმე გააფუჭა ქართულმა ოცნებამ. ლევან, დღეს სხვადასხვა მორიგი კი, ბოდიშ გიხდით, რომ გაგაწყვეტინეთ დღეს აი რადგან ახსენეთ ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით ქართული ოცნების შეფასებები, დღეს მორიგი გამოხმაურება იყო კიდევ უფრო თქვა წინსვლა ამ ხრივ მწვერვალისკენ, მაგალითად მაგალითისთვის ვიტყვი, ალბათ ინფორმირებულიც არის კიდეც მაყურებლის გარკვეული ნაწილი, რომ ბრიუსელს დღეს საბჭოთა
მოსკოვს ადარებს პაპუაშვილი, არ ვიცი თუ ქონდათ შესაძლებლობა რომ გენახათ მისი განცხადება და იქ იყო იმაზე საუბარი რომ აქ მთავარი აცდენა არის სწორედ ღირებულებითი ბრიუსელთან ამ შემთხვევაში ვიცით რომ ისინი როგორც წესი ევროპელ ბიუროკრატებზე ლაპარაკობენ, ასე იხსენებენ მათ და სხვათა შორის აქცენტი იყო იმასთან დაკავშირებით გაკეთებული რომ აი რაღაც დირექტივის რეჟიმი არის ოცნებისთვის მიუღებელი და ამ მხრივ როგორ ფიქრობთ, რამდენად ირონიულია ის შედარება, აი მაგალითად რუსულ კანონთან დაკავშირებით გვახსოვს ხო რა პროცესებიც გაიარა ქვეყანამ, შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ხოლო დღეს ამავე კანონის მიმღები ხელისუფლება ბრიუსელს ადარებს საბჭოთა მოსკოვს. ამაზე რა სიტყვით? რა ვიცი, ამაზე უბრალოდ კითხვა მიჩნდება, რომელიც კარგი იქნება, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებმა დაუსვან საკუთარ ლიდერებს, რომ როდის მოხდა ასე, როდის გადაიქცა მათი აზრით ბრიუსელი მოსკოვად და როდის გადაიქცა ევროკავშირი საბჭოთა კავშირად. პირდაპირი გაგებით გუშინ და გუშინ წინ, ერთი თვის წინ თუ როდის ხო? თუ კი აქამდე 2012 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნება ამბობდა, რომ ჩვენ ვიქნებით ყველაზე პროევროპული პარტია, რომლის სხვათა შორის სოციალისტური პარტიების ოჯახში იყვნენ თვითონ გაწევრიანებული და სოციალისტურ პარტიას სხვათა შორის ძალიან პროგრესული დღის წესრიგი აქვს ადამიანის უფლებებზე, სექსუალური უმცირესობების უფლებებზე და ასე შემდეგ ძალიან ესეთი პოლიტიკური გაერთიანებაა. ხომ რატომ იყვნენ მათი წევრები სანამ არ გამოაგდეს იქიდან? მაშინ როდესაც საქართველოში თავს კონსერვატორებად ასაღებდნენ. ხო, იმიტომ უბრალოდ მათყუარები არიან. რატომ იყვნენ ბედნიერები, როდესაც თურმე ასეთ გარყვნილ და გაფუჭებულ საბჭოთა კავშირში უვიზო მიმოსვლა დაიწყო. და რატომ აი შალახოს მუსიკა რო გაუშვეს და იმაზე რო წავიდნენ ხელის მოსაწერად, რატომ აკეთებდნენ ამას ცეკვაცეკვით? თუ ასეთი გაფუჭებული იყო ევროკავშირი. და ბოლო დრომდე რატო ცდილობენ, რატო ატყუებდნენ ისევ გავიმეორებ საკუთარ ამორჩევლებს, რომ ევროპაში მივდივართ, ერთი წლის წინ არის ხო ხომ ყველას გვახსოვს ეს. ამიტომ უბრალოდ ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი და მე ვიტყოდი ძალიან უსინდისო ამორალური ტყუილი, იმიტომ რომ ბოროტების მოძალადე იმპერიასთან ევროკავშირის შედარება, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მშვიდობის პროექტი. მას მერე რაც ევროკავშირი შეიქმნა, არც მის წევრებს შორის და არც მით უმეტეს მათზე ომი არ მომხდარა ხალხო. და ქვეყნები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიდგინეთ რამხელა მასშტაბის კატასტროფა იყო, ხო, მეორე მსოფლიო ომის მერე მიწასთან იყვნენ გასწორებული, აი ეს თაობა, რომელიც მაშინ სანგრებში იბრძოდა, უმდიდრეს ვითარებაში გავიდა, ყველაზე დაცულ, ყველაზე მდიდარ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში გავიდა პენსიაზე. ერთ თაობაზე ვლაპარაკობთ. და ამას ადარებს პაპუაშვილი და ვიღაცები რაღაც საბჭოთა მოძალადე იმპერიას, რომელმაც რა ვიცი ერთი წესიერი მანქანა ვერ ააწყო. მაშინ გამოიტანონ ევროკავშირის ბანკებიდან ანგარიშები. ბინები რატო აქვთ იქ? რატომ სწავლობენ მათი ცოლები და შვილები? ამ ევროკავშირში ვის ატყუებენ, ვინ გონიათ? საქართველოს მოსახლეობა, მართლა ბოლო-ბოლო რას ფიქრობენ ისინი თუნდაც საკუთარ ამომრჩეველზე, როცა ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ და თვლიან, რომ თავში იმას ჩაუტენიან, რას თვითონ მოუნდებათ და ამ ადამიანებს ტვინის განძრევის შესაძლებლობა არ აქვს და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და ელემენტარული მახსოვრობა იმისა, რომ აი გუშინ რო ამბობდა, რომ ყველაზე ევროპული პარტია ვარ, გაუმარჯოს სოციალიზმს, გაუმარჯოს პროგრესულ იდეებს, გაუმარჯოს მშვიდობას ევროკავშირში, ჩვენ ვიქნებით ყველაზე ევროპული პარტია, უსებ გუშინ გახდა. და გუშინ გახდა იმიტომ, რომ ევროკავშირმა პრინციპულობა გამოიჩინა. და თქვა, რომ თუ თქვენ მე მლანძღავთ, თავს მესხმით, საკუთარ მოქალაქეებს ებრძვით, აწამებთ, ცემთ და დემოკრატიას და თავისუფლებას ანადგურებთ, მაშინ ჩვენი ოჯახის წევრი ვერ გახდებით. აი ამიტომ გაბრაზდა, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას უნდა ორი რამ. მხოლოდ და მხოლოდ რაც ჩემი აზრით ყველასათვის ახლა ნათელია. მას უნდა რომ მუდმივად თვითონ იყოს ძალაუფლებაში და თქვას რომ თქვენ ვეღარ აირჩევთ ხელისუფლებას რა. ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს ამას. და მეორე რომ მუდმივად გქონდეთ კონკურენციის გარეშე ყოველგვარი რაღაცა შიდა ბრძოლებსაც ამიტომ აწარმოებენ. ახლა რომ კიდე სხვა არ მოიპაროს მათი რაღაც ჯგუფების მოსაფარი ფული და გარედან ვერ ამილოს ეს ყველაფერი. აღარ იყოს მედია რომელიც ამ საკითხებზე ილაპარაკებს. ამიტომ მიიღეს რუსული კანონები რომ არ ყოფილიყვნენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
ამიტომ ანადგურებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს. რო დარჩნენ მარტო და ბოლომდე გაძარცვონ ეს ქვეყანა და მე როდესაც არც ხაერი დარჩება, არც ხე დარჩება, არც თხე დარჩება, არაფერი აღარ დარჩება, აიკრან გუდანაბადი და თავის რაღაც კუნძულებზე გააგრძელონ ბედნიერად ცხოვრება და ჩვენ აქ ამოვიხრჩოთ და თავის დაგვენგრეს ყველაფერი. აი ეს უნდათ, მათ ფეხებზე კიდიათ საქართველოს. ხო, სხვათა შორის კუნძულები დღეს პაპუაშვილმაც ახსენა ოღონდ სხვა კონტექსტში, მაგრამ აი ლევან იცით რა მინდა კითხოთ, ჩვენ ვახსენე ვიზა ლიბერალიზაციის თემა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მაყურებელს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ მწვანე შუქი არის ანთებული გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამარტივებს ევროკავშირის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას და ეს შეთანხმება 17-ში დამტკიცდება მინისტრების მხრიდან, ხოლო დეკემბერში საბოლოოდ და აქვე ამავე ინფორმაციაში, რომლის პირველ წყაროც არის ჩვენთვის ახლა რადიო თავისუფლება, ნათქვამია, რომ ეს შეიძლება მალე გამოყენებული იყოს საქართველოს პასპორტების მფლობელების გარკვეული კატეგორიის მიმართ. ეხლა რისი კითხვა მინდა თქვენთვის. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როდესაც ამ საკითხზე იყო საუბარი, ისრებს ქართული ოცნება მიმართავდა ოპონენტების წინააღმდეგ, ანუ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ, რომ სწორედ ეს ძალები მუშაობდნენ ამა თუ იმ საკითხზე, მათ შორის უვიზო რეჟიმის მიმართულები შეჩერების საკითხზე. ხო გახსოვთ, აი საკმაოდ ისეთი ხმაურიანი ბრალდებების ადრესატი იყო. აი ეხლა გამორიცხავთ თუ არა ამ ტიპის თქვათ კამპანიას და ბრალდებებს ასევე ოცნების მხრიდან და აი აქ რა უნდა იყოს სწორი მოქმედება და ტაქტიკა ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქე აი გაფაცისებით ადევნებს თვალს საბოლოოდ რა შეიძლება მოხდეს აი ვიზაფრის თემაზე. აი ნახეთ რამხელა აბსურდს ცდილობენ რომ თავის მომხრეები დააჯერონ აი ამ თავისი რაღაც სიგიჟეების ლაპარაკით. ხო, ერთი მხრივ ამბობენ რას? ერთი მხრივ ამბობენ იმას, რომ ქართული ოპოზიცია არ არსებობს. არის უნიათო, არაფერს არ აკეთებს, არაფერი არ შეუძლია, 50 კაცია მხოლოდ რაღაცა შეცდომაში შეყვანილი და ისინი გამოყავთ გაარეთ და მოკლედ აი ნულია ოპოზიციის ფასი. და მეორე მხრივ ჯერ ერთი დავიდავანებოთ იმას, რომ ციხეში სვამენ ოპოზიციურ პარტიებს და ზოგს აი ჩვენ უკვე რამდენი ხანია, ნახევარი წელია ვცდილობთ რეგისტრაციას და აი 1000 გვარი სისულელის გამო უარს გვეუბნებიან. ხო, ეხლა კიდევ ველოდებით პასუხს. თუ ესეთი უარგისები და არაფრის მაქნისები არ აქვს, მაშინ ან ციხეში რატო სვამენ ხალხს, ან ჩვენ რატო არ გვაძლევენ რეგისტრაციას, ხო? მაგრამ ამასაც დავანებოთ თავი. ანუ ეუბნებიან, რომ ამათ არაფერი არ შეუძლიათ და მეორე მხრივ ასევე ამბობენ, რომ აი ამ უნიათო 50-მა კაცმა თუ რაღაცამ ევროპასთან მოგვიგო დიპლომატიური ომი. წავიდნენ და რაღაც აი მოკლედ ამ ოცნებას აქვს ფული, აქვს საელჩოები, ყავს ხალხი, რომელსაც მუდმივად ამუშავებენ, ქირაობენ ლობისტებს და თუ ესეთი არაფრის მაქნისები არ არიან ოპოზიციაში, მაშინ რატო ვერ ახერხებენ რომ დაიცვან ის პოზიციები, რაც დასაცავი აქვს, აი რომელმას საღად მოაზროვნე ადამიანმა უნდა დაუჯეროს ეხლა და ანუ რომელს უნდა დაუჯეროთ. ან უნდა დაუჯეროთ რომ ოპოზიცია არაფრის მაქნისი არ არის, მაგრამ მაშინ ციხეში რატო სვამ და რატო არ არეგისტრირებ? ან უნდა დაიჯერა რომ უზარმაზარი ძალა აქვს ოპოზიციას და შეუძლია აი ამ გლობალური ომის პარტიასთან და deep state-თან რაღაც საქმეები მოაგვაროს და თუ ეგრე არის, მაშინ აიკარით გუდანაბადი ბატონებო აქედან დროზე რა. მაგრამ სინამდვილე ეგ არის, რომ ოცნებამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომლებმაც დააზიანა ქვეყანა შიგნით და დააზიანა ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე და გვაქცევს იზოლაციაში და ოპოზიცია მათ შორის მათი მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოჩნდა მართლა პრინციპული, რომელიც ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ეხლა აღარ იციან რა ქნან რა. და ესეც სისულელებს და აი მათმა მომხრეებმა მართლა უნდა იფიქრონ, რომელს უნდა დაუჯეროთ. თუ ოპოზიცია არ ვარგა, მაშინ იქ რამეს როგორ ახერხებს, ხო? მადლობა. ამიტომ ესე და ერთ სამესაც ვიტყვი უბრალოდ რა. კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი შეეცდებიან სხვას დააბრალონ საკუთარი გაფუჭებული საქმე. ევროპასთან ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიფუჭებია, მე არ გამიფუჭებია. და არც ერთ შეხვედრაზე მე ყოფილ ვარ ევროკავშირში და ბევრ შეხვედრაზე ყოფილ ვარ მათ შორის ჩემ კოლეგებთან ერთად, რომ ვინმეს ეთქვას, რომ საქართველოს მოუხსენით ვიზები. არ ყოფილა ასეთ შემთხვევა. ეს ყველაფერი თუ მოხდება ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს მოხდება იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყანაში დაამხოს დემოკრატია, დაამხოს კონსტიტუცია და დაამყაროს კორუფციული დიქტატურა. აი მათი ბრალია ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ლევან, დაგემშვიდობები პარტია თავისუფლების მოედნის ლიდერი